რაღაცას დავამატებ, რომ ვერც ხვდებიან თან რომ იგივე საკეთებინებენ. ეხლა მე სტუდენტები იყვნენ, სულ ყველანი გოგაონიანები და ის დანარჩენები, მე და ბაჩუ ახალაია სტუდენტი რო იყო, ესე ვიცნობდი და ვინმეს რო ეთქვა, ეგ მონსტრი გახდებოდა, არ დავიჯერებდი მაშინ სტუდენტები რო ვიყავით მაშინ, მაგრამ ამათ ხელში ესენი მონსტრებად გადაიქცენ. რატო? ეხაც რაც ხდება, საჭმელში ჩაუფურთხოთო კამპანია რო დაიწყეს და აბა საჭმელში ჩაუფურთხოთ, ეგ ხელისუფლებაში რო იყვნენ, მაშინაც აკეთებდნენ. ეგ მაგათ ციხეში დაიწყეს. მე ციხეში მაგათი საჭმელი არ მიჭამია არასოდეს. მაგის გულისთვის, იმიტომ რომ გვიფურთხებდნენ იმ საჭმელში და ეგ ცნობილი ამბავი იყო, კაცო, ეგ ეხა არის რომ ვითომ არავინ არაფერი არ იცოდა და ყველა შვეიცარიაში ცხოვრობდა თურმე მიშას დროს შვეიცარიულ დემოკრატიაში უბრალოდ ყველა მიცოდა, კაცო, იქ ციხეში პატიმარი რო იყო, რომ საჭმელში აფურთხებდნენ და იქ ვცდილობდით რომ შემოგდიოდა საკვები, იქ გადანახული ქონდა და იმას ჭამდით, რომ ის არ გვეჭამა იმათი და იმ ახალგაზრდებს, ვინც ამის შესახებ არ იცის, იგივე საკეთებინებენ და ვერ ხვდებიან და მე ჩემ თვალწინ ეგრე ჩამოყალიბდნენ ესენი ეს რაღაცა დემოკრატიისთვის მებრძოლი კმარელი და ლამაზი ბავშვები, რომლებიც ადამიანის უფლებებს ჩამოყალიბდნენ მე მონსტრებად. ეს ბაჩუ არის მაგის მაგალითი და დანარჩენები კიდე, რომ ზუსტად ეგრე და ჯერ იმით აწყებინებენ საჭმელში უნდა ჩაუფურთხო. აი მაგით იწყება ეგ. მაგით ბავშვები, შვილები დაუშინოთო და მიუვარდეთ და შვილებმა იცოდნენ რომ მამა ცუდი ყავთ და იქ და მიხვიდეთ და ისტერიკები გაუმართო. მაგით იწყება ეგ. და მე ეგრე მთავრდება, მე გირგულიანის ისტორიით მთავრდება, მე ვაზაგაშვილის ისტორიით მთავრდება და შავაძის ისტორიით მთავრდება და ცინდელიანის ისტორიით მთავრდება. მე ბოლო სერიაში ეგ ხდება. აი ესე რომ თავის ჭკუაზე დაარბენინებენ მაგათ და მე უამრავჯერ მოუწოდე მათ, ყველა ეთერში ვიყავი და მე სხვათა შორის აი ყველაზე რა მეტად რაც არ მიყვარს ეთერში სიარულია და ეს, მაგრამ თავს მოვალეთული ხოლმე და მაგიტომ მივდივარ იქაც რა და მაგიტომ მივედი სპეციალურად მე სანამ ეს რომ დაანონსებული იყო და მათ მშობლებს მე მოუწოდებდი და ოჯახის წევრებს რომ იქნებ მეთქი თქვენი შვილები არ გამოაყენებინოთ ამათ, თორე ეხა რაც მოხდა ეს კინო 9 ჯერა მაქვს ნანახი და ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა. ლაკა ხოშტარია ქუჩაში რომ გამოვიდა და ფერვერკს ცაში რომ ისროდა, ვითომ იმის საჩვენებლად რა მაგარია და ამ ბავშვებს რომ სახეში ასროლინა პოლიციელებზე და ეხა დაჭერილები რო არიან, თვითონ რატო არ ესროდა სახეში პოლიცია? რაბერტი მივიდეს, გამოვიდეს ლაკა ხვალ და პოლიციელი რო იდგება ქუჩაში სახეში ესროლოს ის ფერვერკი, როგორც იმ ბავშვებს აკეთებინებდა. არა, თვითონ არის, არა, თვითონ არ არიან. მთელი ამბავი ეგრე თვითონ სხვის შვილებს გაიმეტებენ მაგისთვის, სხვის შვილებს გაწირავენ მაგისთვის, როგორც ეხა გაწირეს. ფეხებზე კიდიათ ეგენი, გაწირავენ სხვის შვილებს, თვითონ იქნებიან ესე, კი მაყუც გადაიკეთავენ ჯიბეში და იქნებიან ბედნიერები.